ხებანას თამაშობ ეხლა მე რომ ეხლა ხვალინდელი დღე სიტყვაზე ვთქვათ მე მართლა არ მაგედონად მიმაჩნია რა აი გეფიცები შეიძლება ხვალ შემოფრინდ და დაგვბომბოთ არის თუ არა ესე მე უფრო მეშინია რომ აქ არის უზარმაზარი პლასტი ბიზნეს ინტერესების, წართმეული ბიზნეს ინტერესების. არის პერსონალური ეგრეთ წოდებული შურისძიების მომენტები. ყველაზე დიდი საფრთხე. სულ არ დაჭირდება რუსს აქ არც ტანკი შემოყვანა, არც მოლოტოვის კოქტეილის თვითონ ჩამორიგება. თუ ეს დაპირისპირება, ანუ თუ ჩვენ სწორად ვერ გადავედით ახლა ერთი აი ამ რეჟიმიდან მეორე რეჟიმში, აქ ისეთი ამბავი შეიძლება ატყოს, რაც ამ სცენას, ამ კოშმარულ სცენას გახდით რეალისტურად. ანუ ჩვენში უფროა დიდი საფრთხე ვიდრე ვთქვათ ახლა გარედან შედან და ეს რაღაცა წერენი. ჩვენში არ არის სააკაშვილი. ამიტომ მე გეუბნები რომ ჩემი ხო ჩვენა სააკაშვილი ერთი ანკი მითხარი და ან არა. შენ როგორ ფიქრობ? აი შენ შინაგანად სააკაშვილს უნდა აცალო 2003 წლამდე. როგორ დერესიკის ვარიში. მე გეუბნები, მე ვთქვი ერთხელ უკვე. მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ისი წამოღება ჩვენ შეგვიძლია სააკაშვილისაგან. მას უნდა შევქოთ სრული დისკომფორტი. ყველა კაზინო შესასვლელი მონტე-კარლოში, სადაც ეს დაბრძანდება. ყველა ლონდონის ღამის კლუბი. ყველა მაიამის სასტუმრო. ყველა ეხლა ბოლოს რო იყო ნოემბერში იმაზე რა ქვია, ტენარიფის კანარის კუნძულებზე. ხო? აი ყველგან სადაც კი სწავა უნდა გზნობდეს საშინელ დისკომფორტს, მედიისაგან, ხალხისაგან, თუ ის ამას ამბობს, სამ თვეში შეუძლია თავის დამხობა და ეს არის ხო, ის ფაქტიურად პროვოცირებას იწვევს შესაც, რომ ეს გააკეთო. პირდაპირ კითხვაზე მე პირდაპირ პასუხს ვერ მოგცემ. კამპანია რაც გადიოდა ახლა რუსთავიორში და ის პასუხილები რაც იდგებოდა ძალიან კარგად გვაქვს შეიძლება შენ არ ერიე მაგაში მაგრამ იყო რა ესეთი რაღაცა რომ თენგო გოგოტიშვილი გავოდიოდა იქ სადაც კახეთის ვენახებიდან ვიღაც ძალით შეთითხნილი რაღაც ბინძური სიუჟეტები მოკლედ რა აი ეს ნაწილი რადგან ჩვენ ვსაუბრობ ახლა ვინ რას აკეთებს ამ მიმართულებით ეს ჩემი ნაწილი არის მე აგიხსნე რას ვაკეთებ და ვიშეს კი არის ხო კი რა თქმა უნდა ესა მათქვენია აი რა რამ გადაგაწყვეტი პირველი მე დავიწყე და არ დავამთავრე ეს თქვა ძალიან ძნელია თქვა საუბარი ადამიანებზე რომლებიც ცოცხლები არ არიან ახლა ერთ შემთხვევაში ზურაზე მეორე შემთხვევაში ბადრიზე ერთთანაც და მეორესთანაც მე საკმაოდ ხანგრძლივი კარგიც და მძიმეც ეს თქვა ურთიერთობა მაკავშირებდა ძალიან აქტიური ხა რატომ სააკაშვილი და ბადრი და სააკაშვილი არჩია ხა როცა იყო საუბარი ბადრის თემაზე 2003 წელს იმ მომენტში მე ვიცოდი რომ ბადრი პატარკაცშვილს ჰქონდა ამოცანა გამხდარიყო საქართველოს არა მარტო პრეზიდენტი არამედ მფლობელი იმ ამოცანის განხორციელებაში მაშინ ჩვენ რუსთავიორმა შეუშალეთ ხელი რომ მაშინ ბადრის აეღო საქართველოს ხელში და შემდეგ ამ თავისი საქართველოს ფლობით ევაჭრა რუსეთთან თავის პირად ბიზნეს ინტერესებს. ეს იყო მისი ამოცანა. ჩემთვის ეხლა ძალიან მოკლედ რო გიპასუხო, პატარკაციშვილსა და სააკაშვილს შორის 2007 წლის შემოდგომაზე არჩევანი როცა დადგა, ამ მხარეს იყო უფრო მეტი ცუდი ვიდრე ამ მხარეს. ბადრის მხარეს. დღესაც ვფიქრობ, რომ იგივე სიტუაცია რო ყოფილიყო, მე შეიძლებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიმეღო. თუ დააკვირდებით ამ კამპანიას, ხო ეხლა რაც მიდის ტელევიზორში, დღეს ძალიან აქტიური ფაზა იყო. იქ იგივე ჯგუფი, რომელიც მე ჩამოვაყვანინე შარშან წინ აქ არჩევნებზე, იგივე ჯგუფი ზის დღესა გრინბერგი ძალიან სერიოზული PR კომპანია, რომელიც მასთან ერთად კიდე რამდენიმე სერიოზული ჯგუფი მილიონები დღეს უკვე მე რაც მესმის, იხარჯება ძალიან დიდი ფული. და როგორც ბეუბნებიან მათ შორის საბიუჯეტო ფული, მაგრამ ამას არავინ ვერ ვამოწმებთ, არა გვაქვს ინსტიტუტები რამის შესამოწმება. ანუ შენ რომ მიწყებ მე ლაპარაკს, ვთქვათ, რას ფიქრობ მე სიგარეტის მოწევაზე, რაზე ცუდი აზრისა ვარ. და მე არ მინდა ამ თემაზე რომ გესაუბრო. ხო, მე აუცილებლად დაგაბრუნებ იმ თემაში, რომელ თემაზეც მინდა გესაუბრო. ეს თემა არის საქართველოს სიღარიბის გარეშე. წაგიყვან იქ სადაც მე მინდა. და აი ამას მიყავს, არა, ნუ მე მგონია რომ არ ყოფილა კითხვა, რომელზეც პასუხი არ გამოდის. მაინც ის რომ ბოლომდე შენ ვთქვათ ვერ მიიღე შენთვის არ ნიშნავს რომ მე არ ვუპასუხო. არა, რაც ეს ვიხუბრობთ. ამ პროპაგანდამ, ამ რიტორიკამ, ამ განწყობამ თავარი კითხვა რაც ჩვენ არ დავსვით თავის დროზე, ვის ვეომებით? ვისთან უნდა მოგვიწევს ომი? თუ ჩვენ მართლა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მოგვიწევს, მაშინ გვაქვს გარანტიები რუსები არ ჩაერთვებიან. დასვავინო საზოგადოებაში ამ თემაზე. რატო? იმიტომ რომ არ არსებობდა მედია, რომელსაც ამ თემაზე ღიად უნდა ელაპარაკოს. აი იყო მთავარი. 5000 კაცით გაიზარდა ქართული შეიარაღებული ჯარების რაოდენობა. იქ მიდიოდა ბიუჯეტის გაправება. ის რომ ამერიკელი ინსტრუქტორები შოკში ჩავარდნენ აგვისტოს დასაწყისში, ერთჩვენიერ დღეს აღმოაჩინეს, რომ მთელი ბრიგადა ქართული, რომელიც წვრთნა მიდიოდა აქ იმისთვის, რა ქვია, ჩვეულებრივი ასლაპარაკო. აქ მიდიოდა უზარმაზარი ფული. ანუ ერთი მიმართულება იყო სახელმწიფო ბიუჯეტი, მილიარდობით, მეორე იყო ეგრეთ წოდებული აი ეს
ბიზნესებიდან ამოღებული ფონდები, რომელიც სხვა შორის ერთ-ერთი კონფრონტაციის მიზეზი მათთან 2004 წელს ჩემი ეს იყო, როცა გაჩნდა აი ეს უზარმაზარი ხვრელი წართმევის, რას ხმარდება? რომ ვანო მერაბიშვილს და ამათ ეყიდათ ის რაღაცა სუპერ თანამედროვე. ერთი დრონის ფასად, რომელიც დაფრინავდა იქ. რამდენი ასეული სტუდენტი წავიდოდა ჰარვარდებში, კემბრიჯებში, ოქსფორდებში, სორბონებში, თუნდაც ეგეთ არანაკლებ სახელიანი მაგათ ფულსაკეთებდნენ ეგ. და გამოვიდოდა მათი წოდით აქ რო დაბრუნდა 4 წლის განმავლობაში, 5 წლის განმავლობაში, რა ჩვენ რევოლუციის შემდეგ დავიწყეთ, ხო? ჩვენ შეგვეძლო ათასობით სუპერ განათლებულია ხალხი ყოველდა საქართველოში. სერიოზულად. ტოვებთ გესმით აი ამ ერთი და იგივე სააკაშვილი და მისი რეჟიმი. ამ დროს ისეთი გვერდი ისეთი რაღაც მაგალითად აი რომში იყო კაცი და რომის პაპის ორდენი მიიღო ისე რომ საზოგადოება საერთოდ საქმის კურსში არ არის. აი ამ ხელა რაღაცა ფაქტი მოხდა. მოდი ესეც მინდა გავიარდეთ რა იყო რა. იქნებ რამელექს გავუგებო რა მართლა. შვეიცარიაში არის, ლუგანოს უნივერსიტეტი, სადაც ხავთ ლიტერატურაში ექსპერტთა საბჭო. და ამ საბჭოს თავისი, რა ვიცი, ავტორიტეტის თუ კვალიფიკაციის გამო ვატიკანმა მისცა უფლება, რომ გასცეს რომის პაპის медаლი. და ჩემი წიგნი იყო წარდგენილი, თარგმნელმა წარადგინა. ალბათონი ნუნუ კელაძე არის, მის მეუღლე არის იტალიელი პოეტი არის ეჯიდიო ფუსკო, რომელზეც ჯაშიც თარგმნა ეს წიგნი. სალვე. რომელიც ახლა აჩუქე. ერთ-ერთი სალვე არის. შემდეგ მე ახან ვიყავ მადრიდში, სადაც მივდიოდი დურანგოში წიგნის ფესტივალზე. და უცბად მადრიდში ვიგებ, რომ წინა საშუალო მიღებაზე ხარ თო პაპთან მიწვეულიო. მე სადაც მომწეს საშუალო აღმოჩნდი ის როგორც სექციაში, სადაც ხედან აი საუკუნეების მანძილზე რო შედან აი ოჯახები რა, დიდგვაროვანი ოჯახები. ერთი არა დიდგვაროვანი მე ვიყავი მე მქონი სექციაში. ერთ სიტყვით მიწვეული ვიყავ და ეს წიგნიც გადავეცი წარწერით. მეოთხე მე პაპს შეიძლება ვერ ავნახავ და თქვენ გთხოვთ რომ მან მის ბიბლიოთეკაში ამსადმე ეს წიგნი ამ პოეტმა მოიტანა თავის წიგნის საჩუქრად, იმანაცადაც თავის უთხრა რომ მოამზადეთ მისთვისაც საჩუქრად და რო იყო და ჯვარი გადმომცეს რა პაპმა ამ ბენედიქტე მე-16-თან. როგორ გაუხეშებულია ადამიანები ხელი საზოგადოება ხესთ რაღაცა მოყვა და მგონი რომ საერთოდ არ გამიგია და ხაში როგორი მოწყვეტილი ვარ, როგორი წაშლილი მაქვს ინტერესი ყველაფრის მიმართ. ხაშურს ერთ-ერთ ფესტივალზე სადაც ვიყავი, იყო ესეთი ლოგო ესეთი ჰქონდა რა, რომ გამოდო მოიცალე ლექსისთვის. და როგორი პატრიოტიზმით ექცევენ თვითონ ამ ამბავს, ეხლა ზოგი ნიჭიერია, ზოგი აქტივი ნიჭიერია, მაგრამ ამბავს ექცევენ. საქართველოს მედიჩების სასახლე მოიცლიან. ამ ლექსკა პრემიერა. ერთი წელია რა მინდა ვიცი, რადგან გმირი ვარ და არა მოწმე. მთავარი როლი დანიის პრინცის ბევრი ჭოჭმანის გარეშე მომცეს. როლები მქონდა, მაგრამ ჰამლეტი მეძახდა როგორც ბარძიმს ზედაში, ხან ისე როგორც აღმოსავლეთი მუსლიმს მუდმივად უხმობს მექაში. დანიაში სერ უილიამ ცხოვრობ შემინდო კერძო ჩურჩული, რომ საქართველოს საპყრობილია, რომ საქართველო არის ჯვარღმული. თეატრში ვტოვებ ჰამლეტის ნიღავს, ცხოვრება თავის საკმეველს და უბრუნდები საკუთარ იღბალს, ვით ვაგზაში მიგდებო საქმეს. ნუ ვინ გაიხარე რა. მაგარი ლექსია. ზაგაი. დაინაყება წყალი როდინით, ელადა მაინც რჩება ელადა, თუმცა ძალადობა გააბელადა და რადგან ბელადს უნდა ბალადა, მისი გმირობის წარმტაც ხედებით ჩამორიგდება საკანის ბალანდა, ქვის მოედნებზე ნაცვლად მტრედების. ჩემო ქვეყანაო, რაც ხარ ეგეც რომ ვერ ყოფილიყავ, არ ყავს შემცვლელი. მე მიყვარს ის რაც ალბათ შეგეძლო, მე მიყვარს ის რაც შენ ვერ შეძლო. გაიხარე და პერიოდი ხო მაჯესტიკი იყო იქ რესტორანი ხო იყო ცნობილი და 20-იან წლებში ალბათ ისხდენდა ლექსებს კითხულობდა ხალხი და რაღაც ესეთ თემებზე ლაპარაკობდა. ეხლა უცბად წარმოვიდგინე მერიოტის კაფეში ეხლა რაზე მიდის საუბარი. როგორი სიცარიელი, იცი აი იმასთან შედარებით, რაც ალბათ იყო. რაც ეხლა იცი როგორ მომინდა, რომ რაღაც საოცარი კაი რაღაცა იყო რა.
ერთ-ერთ უნივერსიტეტში ხარ დავასახელებ, იმიტომ რომ მე ვატყდება რომ არ ყოფილა და ყველაფერს უარყოფენ ხოლმე საბოლოოდ.